ცნობილია და ყველამ კარგად ვიცით, რომ ვანის არქეოლოგიური მუზეუმი რომ გვაქვს, არის ბატონი ოთარის დამსახურება. თქვენ ის გავთქვათ ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ საბჭოთა ხელისუფლება ვანის მუზეუმის პოპულარიზაციას დიდად ხელს არ უწყობდაო, მაგრამ ბატონმა ოთარმა ეს მაინც შეძლო და დღეს გვაქვს ძალიან დიდი საგანძური. როგორი ურთიერთობა ქონდა აი იმასთან, იმპერიასთან, იმ ხელისუფლებასთან, რომელიც ხელს უშლიდა? აი ძალიან არის კითხვა, იცით, მე მაშინ სულ პატარა ვიყავ. ეს იყო სიმპოზიუმები, რომელიც ეხებოდა შავი ზღვისპირეთის არქეოლოგიას, ბერძნულ კოლონიზაციას. პირველი ჩატარდა წყალტუბოში და შემდგომ სულ ვანში ტარდებოდა. სკოლაში სწავლობდი პირველი სიმპოზიუმის დროს, მაგრამ უკვე ძალიან კარგად მახსოვს მთელი ეს პროცესი, მამაც და მისი კოლეგების. ეს იდეა იყო, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის წარმოეჩინათ კოლხეთის იდეა, კოლხეთი როგორც ქართული სახელმწიფო საფუძველი. და ამის გზა იყო სწორედ ეს საერთაშორისო შეკრებები. თავიდან უფრო მეტი იყო საბჭოთა კავშირის, მაგრამ შემდგომში ეს გახდა მთლიანად საერთაშორისო. და უნდა გითხრათ, რომ აი ბევრი მისი კოლეგა ეხლა ამბობს, რომ ეს იყო ადგილი, სადაც დასავლეთის სკოლების წარმომადგენელი საბჭოთა მეცნიერებს ხვდებოდნენ. ანუ გარკვეულწილად საქართველოს ვანს ჰქონდა ეს ფუნქცია გაერთიანების და მე ვფიქრობ, რომ ამან ძალიან დიდი როლი შეასრულა. კიდე გეუბნებით, ეს იყო ადამიანთა ჯგუფი ამასთან ერთად, ვინც ამას აკეთებდა. ჰქონდა დიდი წინააღმდეგობა, ბუნებრივია, იმიტომ რომ კარდად მინდა მეცნიერული დისკუსიისა, რომ ახლა იმ დროს, როდესაც ბერძნული სამყარო დომინირებს და შენ გააქვს რაღაცა შენი განსაკუთრებული წერტილი, ახლა ყველასთვის ადვილი მისაღები არ იყო. მაგრამ უფრო რუსი კოლეგებისთვის ეს როგორ შეიძლება კოლხეთი იყოს. და სხვაშორის ერთ-ერთი მთავარი მათი ასე ვთქვათ, წარმომადგენელი იყო აფხაზეთიდან. ვორონოვი იყო ესეთი, მახსოვს კარგად, რომელიც მერე მოკლეს, ის მერე აფხაზეთის ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი აფხაზეთის მთავრობაში იყო. ის იყო, აი როგორ გითხრათ, ესეთი შავრაზმელი. ეს ამას მოვესწარი და მერე ისე მოხდა, იცით, უკვე მე როცა ეროვნული მუზეუმის დირექტორი გავხდი და დადგა საკითხი ვანის მუზეუმის განახლების და რეაბილიტაციის. მოხდა ისე, რომ ჩვენ შევძელით და დღეს ახლა ვანის მუზეუმი, იცით ალბათ, რომ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი პრიზის მფლობელი